საღამო მშვიდობის ეთერშია ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი ყველაზე ხშირად ჩაწერვადი გადაცემა საქართველოს მოქალაქეების პირადი საუბრების შემდეგ, რადგან ჩვენი გადაცემა მხოლოდ დღეში ერთხელ იწერება. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ ინფორმაციას, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებების თვე დასრულდა, რადგან არ გვინდა ეს პოტენციურმა დამნაშავეებმა გაიგონ და ისევ განაგრძონ ძალადობა. ვერ მოისმენთ კახა კალაძის განცხადებას, პირველად საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება დაიწყო, რადგან არ გვინდა ეს ინფორმაცია გორისა და რუსთავის მოსახლეობამდე მივიდეს და მათ იფიქრონ, რომ აღნიშნული ტრანზიტი ამ ქალაქების ჩაბნელების ხარჯზე ხდება. ვერ მოისმენთ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო, რადგან არ გვსურს იგი ასეთ სახელმწიფოსათვის აუცილებელ ღონისძიებაზე ყოფნისას მოვაცდინოთ. იუსტიციის სამინისტრო იუწყება, რომ ავტობუსის ჯარიმებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ სახტელებზე ამნისტია ცხადდება. ექსპერტების აზრით ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში სამართლის აღდგენისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა მხოლოდ დარჩენილია ის, რომ ავტობუსის საქმეზე ამნისტირებულებიც გაუთანაბრდნენ პოლიტპატიმრებს და მათაც 20 თეთრიანი ტარიფით ისარგებლონ მგზავრობისას. თბილისის ვიცემერის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, თბილისობაზე გაწეული ხარჯების მიზნობრიობას მთავარი პროკურატურა მათი თხოვნით სწავლობს. ექსპერტებს უკვირთ, თუ როგორი ბეჯითი მოსწავლია პროკურატურა. მას შემდეგ, რაც მან სხაპას ხუპით ჩააბარა, კაბელების საქმე კვლავ ახალი საქმეების სწავლას შეუდგა. როდესაც ყოფილი გაიშნიკი და იურისტი ბიოლოგს ნარჩენების მართვაზე რაღაც პათოსით ესაუბრება, ძალიან ძნელია იკამათო. რთულია საერთოდ პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტში იმუშაო, აცხადებს გოგა ხაჩიძე. აგრეთვე გაუგებარია, რატომ ეკამათებით ხოლმე ბიოლოგი კაცი ყოფილ ოპერ ჭიკაიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული საკითხების შესახებ. ეკითხებიან პარლამენტარს ექსპერტები. პირველი კლასით არასდროს მიმგზავრია ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის ბრალდების საპასუხოდ განუცხადა. თვითმხილველთა თქმით, შემდეგ თავისი განცხადების სისტორის გადამოწმების მიზნით თანაშემწეს ჰკითხა: ჩვენ რომ თვითმფრინავით მგზავრობდით ძვირიანი ბილეთებით ვიზიტებისას, პირველი კლასის მოსწავლეები ხომ არ გვახდნენ სადმე? საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიავოლსკის განცხადებით ეუთოს მიერ მომზადებული დასკვნა საქართველოსთან მიმართებაში საინტერესო და საყურადღებოა. არა, ქალბატონო ნატალი, თქვენ არასწორად კითხულობთ ამ ტექსტს. და სწორედ როგორ უნდა წამეკითხო? აი ასე, ეუთოს მიერ გაიაცნებული ბაზარი საქართველოს პონჩი ფაიზაღი და მისახედია. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს. სამაგიეროდ ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი 100%-იანი სიზუსტით გეტყვით უახლოესი 5 თვის ამინდის პროგნოზს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულსა და ვერძის ნიშნით დაბადებულთა სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები საქილიკო არ არის. ექსპერტები ვერ აკონკრეტებენ, რომელ ნარჩენებზე საუბრობდა დეპუტატი, რადგან ახალი მთავრობის დროსაც ხალხს კვლავ არც პირადი ცხოვრების უფლება დარჩა და ზონდერების ნარჩენებიც მშვენივრად გრძნობენ თავს მაღალ თანამდებობებზე. უმცირესობის წევრ დეპუტატ სერგო რატიანის თქმით, დაწყებულია ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის მეორე სტადია. ექსპერტების კითხვაზე, თუ როგორ იგრძნო ამ სტადიის დადგომან ბატონმა სერგომ, მან უპასუხა: ამ ბოლო დროს სახსრების ტკივილი მკლავს და ვოფლიანობ. ასე იყო მიშა, რომ პრეზიდენტად პირველად ავირჩიეთ იმ დროსაცო. რამ დაუგროვა ასეთი ბოღმა, ირაკლი ალასანიას მართლა არ მესმის, ასე გამოეხმაურა სოზარ სუბარი თავისუფალი დემოკრატების განცხადებას, რომელმაც მოუწოდა ივანიშვილს გამოვიდეს ჩრდილიდან და ისე მართოს ქვეყანა. მართალია, კაც რომ ეტყვი ჩრდილიდან გამოდი და თაკარა მზეზე მდგომმა მართე ქვეყანაო, ბოღმიანი ხარ, აბა რა, ეთანხმებიან სოზარ სუბარს ქართული ოცნების წრეებში. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე დაკვირვების შედეგად ანალიტიკოსებმა გამოავლინეს ის ძირითადი ტერმინები, რომლებიც ნათლად ასახავს წინა საახალწლოდ საქართველოს პროდუქტების ბაზრებზე მოსალოდნელ სიტუაციას. ეს ტერმინებია: ყველაფერს ცეცხლი უკიდია, მამას ისხლად, უთუზბირი, დედა შვილს არ აიყვანს ხელში.